ბრუნდებით მეგობრებო, იგლუს პოდკასტი, ეპიზოდი 59 არის ახლა და შემიძლია სიამაყი თქვა, რომ ეს არის ეპიზოდი, სადაც თქვენ თხოვნა, რომელსაც კომენტარებში წერდით ხოლმე, სულ ახსრულდა მეგობრებო და კონტრა არის ჩვენთან პოდკასტზე. აი ესე. კონტრა. როგორ ახლა? პირველ რიგში როგორ? საკაიფო. კარგად თავად? ჯიგრულად რა, ეხლა ჩვენ სხვათაშორის გავიცანით ერთმანეთი დაახლოებით 15 წუთია. მაგრამ უკვე ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბრეთ, ძალიან ბევრ რაღაცაზე ვილაპარაკეთ, მოვასწარით 15 წუთში, ასე რომ რაღაცა პატარა შეხურებასავით გქონდა რა. ნახე მე ვნახე შენი რაღაცეები, ანუ ჯერ ბეთრიც ნახე მაქვს, მე ბეთრიც მე იანგთან ვნახე კიდე რო იყავი და ბევრი რაღაცეები არის რა, რაზეც შეგვიძლია ვილაპარაკოთ, უბრალოდ პირველი დავიწყოთ იმითი, რომ შენ თქვი, რომ ხუმრობით თქვიო იანგთან, რომ ბეთლ რეპი გდება. ანუ ამაში რა დოზით, რაიმე დოზით არის თუ არა სიმართლის მარცვალი და თუ არის, რატო ფიქრობ, რომ ეგრეა? ანუ რეალურად ხუმრობაა, ხო? მაგრამ ყველა ხუმრობაში არის პატარა სიმართლეს რა. იმიტომ ვფიქრობ ამ თემაზე, რომ შეხედო დამწყებ არტისტებში, თუნდაც ამ სეზონს რო შეხედო, თუ არ ვწდები, მარტო მე და კამი პოზიციონირებთ თავს როგორც ბეთლ რეპერი, ანუ 8 მონაწილიდან მარტო 2. როგორც იმენა ბეთლ რეპერი, ხო? ხო რა. რო აი უნდა მიყვე ბეთლ რეპს და ასე შემდეგ. როგორ? აი რო უნდა მიყვე ბეთლ რეპს რა. ხო, всё, ბაზარი არა. და არის full time. Yes, ანუ არის ხოდი რომ ზოგი გამოდის, მეც გამოსულ არ ესა, მაგალითად კამისთან ბეთლიც აგიყო რა, კამბექი გავაკეთე, კაი ხანი არ ვიყავი, დავბრუნდი. და ის პონტი იყო რომ აი მუსიკას რომ მოусმენ, ანუ ხო ხდები აი რომ გამოჩნდე რა, დაანახო შენი სკილები რომ ხოძე ხარ და რაღაც და ძირითადად ეგრეა ხოლმე რა, ანუ ბეთლ რეპს ისე არ უყურებენ რომ აი ბეთლ რეპერი ვარ და რაღაც. ნუ მე ვერ ხედავ რა ყოველ შემთხვევაში. ხო, იცი რა არის, ანუ გასაგებია რომ ხუმრობაა, მაგრამ რაღაცა ტენდენცია შენ შეეხე ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას კრიტერიუმებს რა. ამ კრიტერიუმებზე ისეთი თემაა, რომ მე იანგმა ეგეთი მაგალითი მოიყვანა, რომ ჩვენთან რა, ჩვენ უყურებდითო ხო რაღაცა რომ წერდითო და რაღაც კრიტერიუმები იყო, რომ ანუ შენ თქვი რომ ლირიკაა შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო, პირველ რიგში რა. იანგმა თავისი კრიტერიუმები ჩამოთვალა და ამ კრიტერიუმებზე რამდენად შეთანხმებულები არიან. აი შენ რომ მაგალითად ბეთლზე გადიხარ, იმისი მოლოდინი გააქვს, რომ შენი თქვათ რაუნდები იქნება შეფასებული ისე როგორც ანუ მაგაზე შეთანხმება არ არის ხოლმე რა. არა, წინასწარ მაგას ვერ შევუთანხმებ, თქვათ რომ კარგად შემაფასებთ ცუდად, მაგრამ რას გულისხმობ, იცი რომ არის შენში რაღაცა ხინჯი გააქვს, თქვათ იმისი, რომ შეიძლება იქ აი ისე არ შეაფასონ ან რაღაცა რა. ხო, ეგ ფიქრები ყოველთვის გაქვს, რომ გადიხარ, თან ჩემი აზრით ჟიური ყოველთვის სუბიექტურია რა. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენთან ოღონ რა მხრე. აი საჭმელს ხოჭამ და რაღაც გემო გაქვს და ანუ ხვდები რა მოგწონს და რა არ მოგწონს. მაგრამ რო იყო შენ ახლა ჟიური გადაცემაში, სადაც აი კულინარიული გადაცემა რო იყოს რა, წარმოიდგინე ხვაზე ხარ და შეფ-პოვარები არიან, რაღაცებს აკეთებენ და აი რო გასინჯევ რა. და ნუ იტყვი ჩვეულებრივად, რომ ეს მომეწონა, ეს კაია, ეს ნაკლებად მომეწონა და ანუ ერთს გაამარჯვებინებას რა. ბეთლ კუკინგში, პროექტი ბეთლ კუკინგი. ხო რა, ეგეთი რაღაცები კუკავენ. ხო და მაგრამ შენ არ უნდა აფასებდე, იმიტომ რომ უნდა აფასებდეს შეფ-პოვარი, ამ შეფ-პოვარებს. იმიტომ რომ მიხვდება ის სამი მარცვალი ეს ჩაყარა და რაღაცა ორი კოვზი ის ჩას, ან მიხვდება როგორ გააკეთა ეს საჭმელი ტიპმა მონაწილემ რა. და ჟიური რომელიც ბეთლ რეპერი არ არის, ან დიდად არ არის ჩახედული, ან დიზრესპექტის გარეშე პინო ბითებს აკეთებს ხშირად, კაი ბითებიც აქვს. მაგრამ ბეთლ რეპერი არ არის და რაღაც ეჭვმეპარება ბეთლ ვერსი კონდეს დაწერილი. კასსაც ანალოგიურად და გიოსაც. და შესაბამისად შიგნიდან ისეთი ჩახედულები ვერ არიან. კულტურის ნაწილი არიან, მაგრამ ძალიან დეტალურად ჩახედულები არ არიან. ბერძზე კარგად ესმით, მაგრამ ვფიქრობ, აი მე რო ლირიკაში ვცდილობ რაღაცა ჩავაქსოვო, ხო? აი რაღაცა ისეთი ნუ სკილებს რო ვიყენებ რა, ჩემს სკილებს რო ვიყენებ, ვფიქრობ აი მაგალითად პელე ავიღოთ, ტახა ავიღოთ, რო ყოფილიყვნენ ეს ადამიანები ჟიურიში, ჰარო ეგენი დაამოღამებდნენ რა. ხო, მაგრამ მან შეიძლება სხვა სუბიექტურობის მომენტი გაჩენილიყო პრობლემად რა. თორე იდეაში მესმის, რასაც შენ ამბობ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ბეთლ რეპერი როცა ხარ შენ თვითონ და იცი ტექსტის წერა რასთან არის კავშირში, იქ ყველა მნიშვნელოვანი თეორიული ნაწილი რაც არის ყველაფერში რო გაგებული გაქვს, უფრო კარგად აფასებ რა, გინდა არ გინდა, საიდანაც არ უნდა შეხედო, უკეთესად აფასებ, მაგრამ აი რო იყვნენ ტაჰა და თქვა კონკრეტული ბეთლ რეპერები, რომლებიც ამ სეზონში არ გამოდიან თქვა და
რაღაცა მაინც კონტაქტებს მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ კი ყველა ერთმანეთთან მეგობრობს და ახლობლობთ, მაგრამ ვიღაცები უფრო მეგობრობენ და უფრო ახლობლობენ და ძმაკაცობენ. აი მან შეიძლება ეგ მომენტი ყოფილიყო, რომ როცა თქვათ რომელიმე მათგანი შეაფასებდა, ხალხი ეგ იმიტომ რომ მაგის მაკაცია კაცო თუ რაღაცა რა, ანუ ეგ მომენტი იქნებოდა თორე ისე ბაზარი არ არის გეთანხმები რა. ხო, შეიძლება. მე არ ვფიქრობ, რომ ეგრე იქნებოდა, მაგრამ ანუ გამორიცხულიც არ არის რა. ხო, თუ არ იქნებოდა ეგ უფრო კარგი, იმიტომ რომ შეფასების დროს ძალიან მნიშვნელოვანია, გინდა არ გინდა ობიექტურობა. ისე საზღვარგარეთ როგორ არის თო? აი ამერიკაში კი არ მახსოვს რა, მე ძალიან უყურებ ხა მაგათ, მაგრამ ხანდახან ამბობენ ხოლმე, რომ ანუ არ ვიცი, შეიძლება მე ვცდები, მაგრამ იქვე არ არის ხოლმე რა, აი როგორც ჩვენთან არის, რომ გამოდიან მერე და თქვა ჟიურის წევრები რაღაცა განაჩენი გამოაქვთ. იქ არ არის ეგ მომენტი, რომ ბეთლი რომ მორჩება, რომლებიც ახლა დევს და რაც მე YouTube-ზე მინახავს, არც ერთ ბეთლში მე არ მახსოვს, რომ ტიპები გამოსული იყვნენ, ახლა კი გამარჯვებული, აბა ეს რუსულში მინახავს, ბაზარი არ არის, მაგრამ ამერიკულში არ მინახავს. შეიძლება იშვიათი შემთხვევაა რა. მაგრამ მინახავს, რომ ყოფილა ეგრე, რომ ჟიური გამოსულა და გამოუცხადებია რა თავისი აზრი უთქვამს. ერთადერთი მე სადაც ჟიური ვნახე, ეს იყო ემინემა რომ მოაწყო თავის დროზე ბეთლ რეპერები, რო ჩასვა, მარდა მუკ და აი მთელი სასტავი რა, ანუ ჰალოდ დან და ვიღაცები და ერთ-ერთი ვინც გამოდიოდა ცოტა კომერციული ტიპი, რომელიც მაქამდე იქამდე არ იყო ბეთლ რეპერი, იყო ჯო ბაიდენ რო არის რა, ანუ ჯო ბაიდენ იყო მანდ და დანარჩენი სულ ბეთლ რეპერები. მანდ მახსოვს, რომ მაგას თლიანობაში პროექტის სახე ქონდა რა, main event-ამდე რაც ხდებოდა, მაგეებსაც იღებდნენ. და ბოლოს ის იყო, რომ როცა მორჩა ბეთლები, ანუ კონკრეტული ტიპები, ვიღაცები იქიდან აფასებდნენ, რომ აი ამიტომ და ის სხვაგან არსად არ მინახავს რა. თორე ხო, ნუ არა, ანუ ჟიური როგორი თემა, იცი, ბეთლი ხო არის რა. და ზოგი უყურებს ძალიან ისე მარტივად, ანუ მაყურებლის გადმოსახედიდან ვიძახი, ძალიან მარტივად უყურებს, რომ ну ბეთლია რა, მაგრამ რეალურად ახლა ჩემზეც რო არ თქვა, ანუ ზოგადად რო ვილაპარაკოთ, რო გამოდიან დაჟე უფრო პატარა ბიჭები რა. რაღაც იმედებს ხო ამყარებენ, რომ აი გამოვალ და ჩემ ცხოვრებაზე რაღაცა ზეგავლენა ექნება ამ ღონისძიებას, ბეთლს რა. ხო. ხო და რო გამოდიხარ როგორც არტისტს გინდა რა გაგისტორდება იასნე ახლოზე ხარ რომ ანუ დაგიფასებენ რა ყველაფერს რაც გააკეთე. და დაგიმუღამებენ რა კონკრეტულად. სანამ შენ ბეთლამდე გადავალთ, ერთი რამე მინდა კითხვა, სკაი რო იყო აქ, ვილაპარაკეთ და მაშინ მითხარ რომ ბანი არისო ჩემთვისო რა, ანუ რაღაცა არ ვაღიარებო ვინმესო მეფეთო რა, ანუ კინგი არ ყოსო, მაგრამ თუ ვინმე არისო, მე არ ვთვლიო ტაჰასო რა, ანუ ვთვლიო რომ ბანი არის ნომერ 1 MC-ო. ხო და შენ თუ ყავს ეგეთი ვინმე ბეთლ MC დღეს ვიზეც შეგიძლია რომ აი ეს არის რა, ტოპსი რა. შენ თავის გარდა ანუ რამდენიმეა რეალურად. აი სკაიმი რაც თქვა ბანიზე, ანუ ბანი უეჭველი არის. ხო. მაგრამ ვფიქრობ სკილებით ჯერ ტახა უფრო წინაა რა. ნუ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში. აი რა სკილი აქვს ტახას ისეთი, რომელიც არ აქვს ბანის? უფრო მხატვრულად შეუძლია რაღაცების გადმოცემა რა. ნუ ჩემთვის რა, მე მომწონს ეგ. მე თვითონაც ვიყენებ ამ სტილს. დელივერი აქვს უკეთესი რაღაც პონჩი რა მაშინ. დელივერი ბანისაც კაი აქვს. ანუ ეს რამდენიმე უფრო გამოხატული არის. ხო. ანუ ეს უკვე შეიძლება რომ გემონების ამბავი იყოს რა. იმიტომ რომ ორივე კარგად აკეთებს ბეთლებს. აი, შენ ბეთლზე რო ვისაუბროთ, პირველ რიგში ანუ რაღაცნაირად მესმოდა რომ სკაიმას თქვა რომ ანუ უბრალოდ მე უთხარი თუ სკაიმი თქვა არ მახსოვს, მაგრამ სადღაც გავიგე რომ შენ ხარ უკმაყოფილო რა, ანუ შეფასებებით და თვლი რომ მოიგე, ანუ შენ პონჩი. ხო და რას თვლი, აი სად დაუშვეს საჯება შეცდომა შენი აზრით და აი თქვათ სად ფიქრობ რომ ვერ არის ისე როგორც უნდა ყოფილიყო. ეგ საიდან გაიგე? აუ არ ვიცი, მაგრამ გავიგე რომ ვიცოდი გეტყვი. ხო იდეაში ძალიან ის არსად არ გამომიხატავს დიდად რა ამბავი. არა, ერთი პოსტი მიუძღვენი ამ თემას. ხო, ანუ პოსტი მიუძღვენი ამ თემას, რომ მეთქი ჟიურის იმას არ ვეთანხმები თქო, მაგრამ არა უშავს თქო, ხდება ყველაფერი თქო და ანუ მაგ პოსტის ძირითადი მესიჯი იყო ის, რომ ხალხი რომელიც მე მასაპორტებ და აი ხო ხდები ერთი სასტავი არის ვინც გასაპორტებს და არის ოპოზიტი მხარე რომლისგანაც გასაპორტებენ რა, ხო, აი რო გიცავენ, ვისგანაც გიცავენ და ეგ იყო ჩემი მხრიდან საპორტი იმ ხალხისთვის, ვინც მე მასაპორტებ და ეგ პოსტი რა, მაგას გამოვეხმაურე რომ ანუ იცოდნენ რომ ხო მეც თქვენ აზრზე ვარ და ანუ ტყუილად არ მიცავთ რა, ხო ეს ხარ ეგეთი პონტი იყო და ანუ შემდეგი მესეჯი ის იყო რომ ზოგი ვერ ხვდება რა, ფიქრობენ რომ აი სკაი ჩემი მტერია და რაღაც რა, ხო ეს ხარ არის და უძმაკაცობთ. და ის მესეჯი დავტოვე რომ მეთქი, ანუ სკაის და ჰეითებით მე არ მასაპორტებთ მეთქი რა. ოკეი. ანუ იდეაში ეგ იყო და დიდად
ესე არა ის ანუ არ ვცდილობ რომ ხოლმე ხარ და ეხლა რაღაც კამპანია გაქვს რომ შენ არ წაადო მაგას არ გეუბნები რასაც ვფიქრობ ბევრ რაღაცას ანუ არც ვაშუქებ ხო არ იმოშები იმიტომ რომ ჩემი იმიდან გამომდინარე ანუ პროსტა ეგეთი ტიპი ვარ შეიძლება საჭიროა კიდეც მაგრამ ანუ უბრალოდ ანუ შენ ის მომენტი შეიძლება გაქვს რომ ვინმე მექსკიუზად არ ჩაგითვალოს ან რაღაცა ეგეთი არა ანუ არა ეგეთი რაღაცა არ მაქვს უბრალოდ პროსტა ტიპი ვარ ეგეთი აი გავიდე და რაღაცა ანუ ვიწუწუნო ეგ ტიპი არ ვარ რა ხოაზე ხარ მოხდა ნუ ეგ მგონია რომ ბუნებრივია რომ არ ვეთანხმები გულწრფელად უნდა თქვა რასაც ფიქრობ ეგ ყოველთვის გულწრფელად უნდა თქვა თორე ის ბაზარი არ არის ხა რაღაცა იქ ეს თქვი აქ თქვი დაგიარე და ყველგან არა ეგრე არ არის მაგრამ მე რა მაინტერესებს იცი რომ აი რა არის ისეთი რაც შენი აზრით ჟიურის გამორჩა ან რაზე ნაკლები ყურადღება გაამახვილა ანუ რა მიშენიშნა თუ გაკონკრეტულად აი მაგალითად ეს რახან შევეხეთ ამ თემას იყო ხოდი რომ რეგი ფლოუ უნდა მქონოდა მესამე რაუნდში. კაციების გამო სხვანაირად გამოვიდა და რეგი აღარ იყო. და მე რეგი გაჩნდა სკაიმ და იყო ჟიურისგან წამოსული თემა რომ დაგიხვედრაო რა და დახვედრება მაგას არ ქვია. დახვედრება არის როცა იცი რას გააკეთებს ტიპი. აი მაგალითად ვიცი რომ შენ გამიჩთავ რაღაცას ამ მაისურზე. მე ეგ წინასწარ ვიცოდი, იმიტომ რომ შენ გუში ვნახე ამ თეთრ მაისურში და ვიცი რომ შეიძლება ამაზე რა, ეგ სხვა რა გავთვალო რა. და flows ანუ ისეთი თემაა როგორ გათვლი რა, ვერ გათვლი რა იცოდა სკაიმი რომ მე რეგი flows ვიზავდი. უბრალოდ მაგანაც გააკეთა და ბაზრობდა ჩემს მერე. დაემთხვა თუ მოთხოვნა იყო ის რომ მესამე რაუნდი უნდა ყოფილიყო რეგი სტილში ანუ არა მოთხოვნა არ ყოფილა. ანუ უბრალოდ დაემთხვა რა სკაიმაც გააკეთა და შენც გააკეთებსო. ხო და ანუ ის თემაა რომ დახვედრება არ ითვლება ეგ. ანუ მაგას პლუსად ვერ ხედავ რა. იმიტომ რომ მე რომ მებაზრა მაშინ მეორეს, ანუ სკაის რო დაეწყო პირველს და მე მებაზრა ჩემი რაუნდი, იტყოდნენ რომ კონტრამ დავუხვედრა. ხო, ანუ არა, ეგეთი შემთხვევები ზოგადად ისეც ანუ ლირიკაშიც ფიქრობ რაღაცები გამაზეს, მაგრამ არა უშავს რა ხდება. ხო, ну იქ ერთი ახლა მე ხო გეუნებია რა, ანუ რამოდენიმეჯერ აღმინიშნავს, არც მე არ მომწონებია რაღაცები ჟურიში, მაგრამ იცი რა არის გვერდიდან კიდე ახლა შენ კიდე სხვა შემთხვევა შენ ბეთლი ქონა და კიდე სხვანაირად ამბობ ამას რა მაგრამ მე ისე არ მინდა ხოლმე გამომივიდეს რომ აი თითქოს აუ ჟიური არა იქ ურთულესია აქედან ახლა გახარ და აქედან რო აფასებ არის ერთი კომპიუტერში როგორც მე YouTube-ზე რო ნახე ან თუნდაც იქაც რომ მოვიდე ბევრად უფრო თავისუფლად უყურებ წნეხის გარეშე უყურებ იქ იმ ხმაურში შენ არ გამაზო MC-ს ნაწვალები და კონცენტრირებული იყო რომ ყველა ლაინი და ყველა ის დაიმახსოვრე არის ურთულესი და მე კიდე გამოხვიდე და კრაუდთან, რომელშიც ორი პოლუსია, გამოიტანო ისეთი განაჩენი, ასე რომ არ არის ადვილი ამბავი, თუმცა მეც გონია, რომ battle rap-ი ცალკე ჟიურის წევრების გარეშე არ არსებობს და მთლიანი ივენთის ნაწილი არის ჟიურის წევრობა და იქ ნათქვამი რაღაცეების. საბოლოო ჯამში უნიშნელოვანესია იმისათვის, რომ დავადგინოთ, კარგი ბეთლი იყო თუ ცუდი ბეთლი იყო რა. ანუ როგორც კი დისკონექტი არის, თქვა, შეფასებებსა და ბეთლების ხარისხს შორის, მე გინდა არ გინდა, რაღაცა არც თუ ისე სასიამოვნო განცდა გაქვს რა, არა და შეიძლება პირიქით მაგან გააფუჭოს თლიანი ბეთლი რა. ამისი ალბათობაც არსებობს, მაგრამ ნუ ეხლა რო თქვა, რომ ჯერჯერობით ესეთი რამე მომხდა რა, არა, მაგრამ რაღაც შენიშვნები მეც გქონია ბაზარი არის. შენ მითხარი რომ შენ პირველი ბითი შეარჩიე ხო მე მგონი პირველი რაუნდის ბითი შენ შერჩეულია რომელ ბიტზე უფრო გაგისწორდა ყველაზე მეტად შენ ბიტზე შერჩეულზე წერა არა აი ჩემი რაუნდი რომელი უფრო გამოსდა შენი რაუნდი იყო რომელი ბითი იყო შენთვის ყველაზე კომფორტული ამ სამი რაუნდიდან მეორე ნაკლებად კომფორტული იყო ან მეორეზე უფრო დიდ ხანს წერდი ვიდრე დანარჩენებზე რა მაგრამ საბოლოო ჯამში მეორე ბევრს მოეწონა რა და ჩემთვის პირადად სამივე თანაბრად ალბათ მეორეს ოდნავ ჩამოვწევდი რა მეორე რაუნდის ბიტს პირველი და მესამე თანაბრად რა რაღაცა ისინიც გქონდა თქვენ აი სხვათა შორის რაღაცა მომენტში აი თქვენ ფლოუებში რაღაცა მსგავსებებსაც ხედავდი რა მე რაღაცა მეჩიც ისეთი იყო რა ხო იცი როგორ არის ანუ ხანდახან ორი ერთი ტემპერამენტის ადამიანი ამართლებს ერთად ხანდახან ორი სხვადასხვა სტილის ტიპი ამართლებს ერთად რა ვერ გაიგებ ამ შემთხვევაში თქვენთან რაღაცა მომენტში კი იყო მომენტი როცა ნამეტანი ყვირილად მესმოდა და აი ფლოუში ვეღარ გამყავდა რა ცოტა რაღაცა ამოვარდნილი მეგონა კონტექსტიდან მაგრამ საბოლოო ჯამში ანუ ორი ცოფიანი სტაფი რა ესე რომ უჭირავთ ხოლმე და ვიყავით აეგრე ვიყავით მენა ისეთი იმით რა. შენ როგორ ხარ, ანუ მე სხვებსაც ვეკითხები ხოლმე იმ ამბავში, რომ როცა ადამიანს იცნობ და მასთან მეგობრობ და გაკავშირებს, ანუ მანდ როგორ ახერხებ, რომ დაიცვა ეს ბალანსი, რომ
რთულია. არც პირადი ურთიერთობა გაიფუჭო, მაგრამ თან აგრესიულობაც შეინარჩუნა რა. ხო, ეგ იცი როგორ, ანუ ეგ არის პრიორიტეტების ამბავია რა. ანუ რა არის შენთვის პრიორიტეტი? ახლა ჩემთვის ურთიერთობა და ადამიანურობა ჯერ პირველ ადგილზე ეგ დგას და მე უკვე დანარჩენი ყველაფერი. ანუ ახლა ბეთლის შემთხვევაში Sky-ს შემხვდა, აი ძალიან მაგრად გამიტყდა რა და დარწმუნებული ვარ და ვიცი კიდეც რომ Sky-ს ანუ ორივეს გაგვიტყდა რა. თან ეგრევე პირველ ეტაპზე რა, ფინალზე უფრო გაასწორებდა ალბათ. ხო და ანუ რთულია კი. იმიტომ რომ ცდილობ რომ რაღაცეები არ თქვა, არა და დიდი ცდუნებაა რა. ეხლა რო იცი რომ ეხა ეს რო გაუჩი თუ აი ხო body bag იმენა რა ხო ზახარ, მაგრამ ანუ ეგ რა რთულია მართლა. მაგაზე დაი რო იცი რომ აი იდეალური ლაინია, იდეალურად ჩაწვდება ტიპს და ანუ იცი რომ რა headshot-ი იყოს და უცებ მაინც უარი უნდა თქვა რა. შესაძლებელია რომ GOAT-ი იყოს battle rap-ის ნებისმიერ ქვეყანაში და კონდეს ექტვისება, რასაც შენავ უფრო ადამიანობას წინაყენებდეს. ანუ რამდენად დიდი უპირატესობა აქვს იმას, ვინც მაგას წინ არ დააყენებს. მე მგონია შესაძლებელია რა, ეგ ყველაფერი ისევ სიტყვისგან მიდის რა. რამდენად კარგად შეგიძლია სიტყვა გამოიყენო. ოკეი. და თუ შენ გაქვს იმის უნარი, რომ სიტყვა გამოიყენო ოსტატურად და ყველაფერი ისე დაალაგოს, უარ გჭირდება რაღაც აი როგორ თქვა, ბინძური უნდა იყოს ბეთლია რა, უეჭველი უნდა იყოს ბინძური და ისეთი ლაინები უნდა იყოს. რა, ტიპი უნდა ცემო რა, რაღაც პონჩი სიტყვებით უნდა ცემო იმენა რა, ხოლმე ხარ და ანუ ეგ უეჭველი უნდა იყოს, მაგრამ თუ შენ სიტყვას ძალიან კარგად ფლობ, ჩემი აზრია ეგ რა. შეგიძლია რომ აი ხარაზეც საუბრობდით, ეგეთი რაღაცები ვაფშე არ იკადრო და ისე იყო GOAT-ი და მოიგო ყველა ბეთლი საერთოდ. ხო, ნუ თან ის არის რა, ახლა პირველ რიგში ტიპი ხარ და მე ხარ თქვა battle rap-ერი, ანუ მესმის ეგეც ძალიან კარგად. მე მგონია რომ ჩვენთან უმეტესობა ეგრეა რა. ხო და მაგიტომაც არის რომ ისეთი რაღაცა ეგრე რო არიან სხვების შენც გააქვს იმის ფუფუნება მე რო ეგრე იყო რა მაგის თქმა მინდა ეხა რომ მაგალითად 5 ტიპი იცოდე რომელიც ამ რაღაცას არ იცავს კოდექს ამ კოდექს იყიდებს და არ იცავს რა პროექტულად იქნებოდა ხო ანუ ეგეთი ტიპი რო იყოს რა ვიცი რომ ეგეთი ტიპი არ დაუდგები თუ სეზონში შევხვდით და მოგვიწია არ გაუმართლა იმიტომ რომ მე შენც აღარ იმაშვები რა იშორებ შენც საზღვრებს ბიჭო და იმაზე რას ფიქრობ რა ქვია შენ რო ამბობ რომ full time job ოპირებო საქართველოში დღეს შესაძლებელი არის რომ ანუ full time იყო ბეთლერებში თან კონკრეტულად ბეთლერებში არასწორად გამიგე ალბათ მაგ მხრივ რა ანუ full time job როგორც შემოსავლის წყარო არა მე ხო hip hops ზოგადად ვაკეთებ რა ტრეკებს ვაკეთებ ლაივები და ასე შემდეგ რა ანუ hip hop-ია full time job მაგრამ ბეთლერებში აპირებ თლიან რესურსის გადასროლას და ანუ battle rap-ით დავიწყე მე ჩემი გზა და მაგრად მეყვარს ეგ ჟანრი და სულ გულშემატკივრობ და უგულშემატკივრებ კიდეც რა ის ხუმრობა იყო რა ჯერ არ მომკვდა ყოველ შემთხვევაში და იმედი არის მოკდება ყველაფერს ვიზოთ რომ არ მოკდეს რა და ანუ full time job არა ეგრე არ მეგულისხმია ეგ რა უფრო აი გასაგებია და დავაპოზიციონირებ ანუ ტრეკებშიც ხო შეგიძლია რომ battle rapper-ი იყო ანუ აუცილებელი არა წერაში იდგა შეგიძლია ტრეკი დაწერო და ტრეკში იყო battle rapper-ი რა კი ბატონო. აი მაგ მხრივ. შენი საყვარელი battle rapper-ი ვინ არის საზღვარგარეთ? თუ ყავს ეგეთი და საყვარელი არტისტიც მე პირადად მაგასაც ძალიან მაინტერესებს შენი საყვარელი all time hip hop არტისტი. მაგრამ მანამდე battle rapper-ი თუ გევასება ვინმე საზღვარგარეთ? აი რაღაცა ერთს ალბათ არ გამოვარჩევდი, ნუ აი ოდნავ გამოვარჩევდი ოქსიმირონს რა, იმიტომ რომ რო ვიწყებდი ძალიან ხშირად უსმენდი რა მაგის battle-ს უყურებდი და რაღაც და აი სიტყვის ოსტატობას რაც ეხება disaster-თან battle-შიც თქვა რომ battle rap is not just punchlines and rhymes, ანუ მესიჯი უნდა იყოს და ეგ ოქსისგან მაქრო, აი მეც ვცდილობ რომ სულ რაღაც მესიჯი მქონდეს რა, მიუხედავად იმისა რომ ბეთლია, კონკრეტული ოპონენტი მყავს, ვიზეც უნდა ვიბაზრო, მაინც ვცდილობ რომ ჩემი რაღაც აქციელებით და რაღაც ბარებით და ასე შემდეგ რაღაც მესიჯი გავუშვა ხალხში რა. და არტისტი ბიჭო, ბევრი მევასება რა, რეალურად ხო ეს ხარ. მაგრამ ესე რომ გამოვარჩიო, ანუ ჩვენ ხო უნდა გამოვარჩიოთ იმის მხრივ ვინ მოახდინა ყველაზე დიდი ინფლუენსი ჩვენზე ალბათ, ხო? XXX Tentacion. შენზე მაგან მოახდინა? ვა. თან პიროვნულადაც. ხო. და უცნაურია ალბათ, იმიტომ რომ battle rap-თან ვაფშე არა აქვს. ხო, არა, ერთი რო კავშირი არ აქვს, მაგრამ მე უფრო მეგონა რომ ცოტა უფრო უკან გადახვიდოდი რა, რატომღაც. ანუ ბევრი მევასება Lil Wayne-ი მიყვარს, ძალიან Eminem-ი მევასება, ძალიან ხოაზე ხარ. კანიესაც ხუსმან, ანუ ბევრი რა ხოაზე. საქართველოში აი პლეილისტი რო გააკეთო და საქართველოში რო მოინდომო, რაღაცა ქართული ტრეკები შეახტო რა, შეიძლება გაკიდევაც.
რომელ top 3 ტრეკს იტყოდი, რომელიც ტრეკს? ხო, all time რაღაცა ტრეკები, რომელსაც მოусმენდი ქართულს. ქართულს. გავიხსენებ რა. ეხლანდელი არტისტები გითხრა. ხო, მითხარ. ზაზა, კოკლიანი, ზურიკო. კოკლიანი. ფულას უსმენდი ერთი პერიოდი. 3 ხო? ხო, ეგ არის პრინციპში რა. როგორ თვლი შენ, ეხლა ეს კითხვა სხვაებისთვისაც დამისვოს, მაგრამ შენთანაც მინდა რომ გავიარო რა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემა მგონია მე. ჩემი ქალაქი ხო იცი პროექტი. კი. ხო, იქ ფულაც იყო, კაზიჯაზიც იყო, ჩესტერა სხვათა შორის არ მქონდა მოსმენილი და რაღაცა დაახლოებით 2-3 თვის წინ მოვისმინე და გამოვშტერდი და ძალიან გამიწყდა რომ აქამდე არ ვიცოდი. სხვათა შორის მეც ეგრევე ვარ დაახლოებით ჩესტერაზე რა. ანუ არ ვიცოდი რამდენად მაგარი იყო და ჰარო მითხრა რა, ხვაზე ხრემიცები ჩაუჯექი და მართლა იმენა ანუ გამიკვირდა რა. და რა ვაფშე არ ველოდი. ზოგი ხო იცი დაუფასებელი რო არის ხოლმე. აი ჩესტერა არის ერთ-ერთი რა. ხო, იცი რა არის, ანუ სოციალურ თემატიკაზე მეთქი, აი ძალიან დიდი ბოდიში მართლა ჩვენ მაყურებელს თუ ამაზე ესეთ მეტად ვამახვილებ ხოლმე ყურადღებას, მაგრამ მართლა მაინტერესებს შენი აზრიც რა, იმიტომ რომ კიდე შენ რაღაცა თაობის წარმომადგენელი ხარ. აი იქ იმ ჩემ ქალაქში ძალიან კარგად იყო პრობლემები გაშლილი, რაც ხდება, როგორც ხდება და პოლიტიკაზე არ არის საუბარი, სოციალურ თემებზე რა, ნებისმიერზე. ხო და დღეს თითქოს მე რაღაცნაირად ეს მაკლია რა და შენ როგორ ფიქრობ ანუ აი სოციალურ თემატიკაზე თან მithumetes ზაზა ისეთი აქტიური აღარ არის თქვა ხო იყო ქსელი 56 და რავი კაზიჯაზი ძალიან ხშირად ეხებოდა ამას ნუ ჩესტერა ვახსენეთ რა ბევრი იყო რა უმეტესწილად ეხლა რამდენად არის ეს შენი აზრით არის ამის დეფიციტი ხო დეფიციტია ხო ნაკლებადაა სოციალური რები რა ეხლა რა არის ტრენდული ყველაზე მეტად ტრენდული რა არის დღეს ქართულ ჰიპ-ჰოპში ტრენდულია აი ძალიან როგორი თემები იცი ეგ არ მომწონს მე ეს სიტუაცია არ მომწონს მე რა ხოაზე ხარ რომ აი უფრო ფლექსია რა წინა პლანზე წამოწეული ეგეც უნდა იყოს რა ხოაზე ხარ მე რაღაცა ის არ ვარ რომ აი old school ძმებო ხოაზე ხარ და ანუ ფლექსია ეგეთი ტიპი არ ვარ პირიქით როცა საფლექსაო ნუ იფლექსაო კიდეც მაგრამ ძირითადად სულ ეგაა რა ხოაზე ხარ და ცოტა უკვე გატრუხდა აღარ ასწორებს რა და სოციალური რეპი არა აუცილებელი ხშია ხალხს და რაღაცა ეგეთი რაღაცა იბასვან დეპრესია ითვლება სოციალურ პრობლემად. კი. ან დეპრესიაზე სოციუმის პრობლემებია რა. თაობის ტკივილი, რავი 1000 რაღაცა არის რა და მაგ პონჩი. ხო, მეც აი თითქოს ცოტა მაკლია რა. ეხლა ტრენდული რა არის, მეც ვერ გეტყვი ესე ზუსტად, მაგრამ ნუ ეგ ფაქტია. იცი რა მინდა კითხო, ანუ ქსელი 56-ზე გამახსენდა რა. მე კაი ხანი არ მინახავს ჰიპ-ჰოპ. ნუ ეხლა დასი არის და ბაზარი არ არის, კაიაკატაც იყო ეხლა ხან სანამე, მაგრამ აი თეორიულად რომ გავაკეთოთ ესეთი რამე 4 კაციანი, თლად უთენგივით ბევრი არა, მაგრამ აი 4 კაციანი ბენდივით რო გავაკეთოთ ჰიპ-ჰოპ რაღაც არტისტების, დღეს საქართველოში რომლებიც არიან ინდივიდუალური არტისტები. რომელი 4 ფიქრობ, რომ ყველაზე მეტად მოუხდებოდა ერთმანეთს რაღაცა ესეთი კლანის სტატუსით რო იყვნენ? მათი ქიმია რამე არა? აი ხო, იმიტომ რომ უნდა იცოდე ქიმია, უნდა იცოდე ვინ ვისთან როგორ შენ ვისთან ერთად გაგისწორდებოდა რომ სამ ტიპთან ერთად ეგეთი ბენდი? ხო. ჯგუფი ვაფშე არ გამისწორდებოდა რა, ხოაზე ხარ ეს Wu-Tang და რაღაცა, სოლო და აი ჩემი ძმა კენი ერთად ვაკეთებთ რაღაცებს რა. ოკეი. ბიჭო, ეგეთ რაღაცას ვფიქრობ მე და შენი აზრი მაინტერესებს. Freestyle-ის ამბავი. გახსოვს ადრე იყო ეგეთი პროექტი Basement-ი. Basement-ი იყო, როცა თიგა იყო რაღაც ტიპი, რომელიც გამოდიოდა და ანუ თვითონაც რეპავდა და ამითი წარდგენას აკეთებდა სტუმრის მერე სტუმარი გამოდიოდა და ხან 50 იყო, ხან Eminem-ი, ხან ძველი პროექტი იყო MTV-ზე რა. ხო და იყო freestyle. ეხლა დღესდღეობით ამერიკაში არის ძალიან პოპულარული ხო freestyle-ი. ეხლა ყველა ისეთი MC ვინც არის, Midian, Sway in the Morning არის ეგეთი პროექტი, ან Funk Flex-ი ეგეთი DJ. ხო, ბევრი ეგეთი ისაა, მაგრამ ანუ იქ ის სხვანაირი freestyle. რა არის freestyle? შენი გაგებით და ხო, მოდი ჯერ ეგ მითხარ. ძალიან მარტივ ანუ ჩვენ ეხლა hip-hop-ის პროფესორები არ გვიყურებენ, სავარაუდოდ ჩვეულებრივი ხალხი გვიყურებს და აი უფრო გასაგები რო იყოს, აი მოვედი მე დღეს შენთან რა. მაგ რაღაც ჩემი ტექსტები, სხვადასხვა დროში დაწერილი საერთოდ. ერთი გულშინ დავწერე, ერთი თვის წინ დავწერე. და შენთან რომ მოვდივარ, არ ვიცი რა ინსტრუმენტალს ჩამირთავ, რა ბიტს ჩამირთავ. Yes. ხო ხდები, ჩამირთავ და ან ეგ ჩემი ტექსტები, ან საერთოდ იმპროვიზაცია, ანუ აქვე რო აი რაღაცა შენ გაცვია წითელი მაიკა და აი აქ რაც ხდება, რაღაცები ვიფრისტაილო რა. ხო, იცი რა არის, ანუ არიან საქართველოში დღეს ისეთი MC, რომელსაც შეუძლია აი ეგეთი freestyle. მე არ მახსენდება. რომელსაც ხო, სიტუაციურად იქვე. ანუ ეგეც ძალიან რთულია. ჯიუნა
არ ვიცი რამდენად ტოპარი, მაგრამ ვიცი რომ ფრისტაილობს ესე რა, ანუ აქვს ეგ ხოდი რომ შეუძლია დაჭდეს რაღაცები ფრისტაილოს რა. ხო, იმიტომ რომ მაკლია რა, ის საქართველოშიც ახლა რაღაცნაირად მე მინდა რომ გავაკეთო ეგეთი რამე, რომ როგორც ხო პროექტი, სადაც ვარ, თქვათ და დაბატიჟებთ ყოველთვის არტისტებს, რომლებიც ფრისტაილს გააკეთებენ. იმენა იმპროვიზაციას გულისხმობს. არა, მე ეგრე უყურებ, ნახე, იმენა იმპროვიზაციას არ გულისხმობ, იმიტომ რომ მე მაგალითად არ მომწონს ეგეთი ფრისტაილი რა. რატო არ მომწონს იცი? იმიტომ რომ არტისტი ვერ ახერხებს კარგად მოემზადოს. ანუ შეიძლება ბევრად დიდი მონაცემები გქონდეს, ვიდრე იმ მომენტში რა. გასაგებია რომ ვიღაცებს ეგ სკილი შეიძლება გქონდეთ. მაგრამ ასე რომ მარტო ეხლა იქვე იმ მომენტში, ანუ კაი, თქვათ კიდე რაუნდში ჩააქსოვო, რაღაცა ან რიბათლ გააკეთო, ან რაღაცა კიდე მესმის, მაგრამ ხარისხს კარგავს ძალიან რა პროდუქტი და რომ მე როგორც მსმენელს მირჩევნია ტიპი მოემზადოს და აი ისე იყოს რომ შენ ამან არის ის რაბიც ჩაურთავენ აი Sway in the Morning-ში იყო რომ 5 Fingers of Death თუ რაღაცა რო თქვა რა Kill Bill-ში როა ეგ მომენტი და ბითებს ურთავს 5-ს რა სხვადასხვას და ეს უნდა აყვეს ყველას ხო და ანუ ეგეთი ფრისტაილი მირჩევნია აი Black Thoughts ქონდა კიდე 9 წუთიანი ფრისტაილი რო არ ჩერდებოდა რომელიც იყო მომზადებული და ეგრე რაც შენ თქვი სხვადასხვა მომენტში სხვადასხვა ჩანაწერები სხვადასხვა დაწერილები და ამას რაღაცა ფაზლივით აწეპებ იკრება რა საბოლოო ჯამში კი და შენთვის უცხო ბიძე აკეთებ რა ეგ ბაზარი არა იმპროვიზაცია იცი როგორი თემა შენ თუ გააკეთებ მაგალითად პროექტს სადაც იმენა იმპროვიზაცია გინდა ანუ მე ვხვდი რომ არ გინდა მაგრამ ვთქვათ რა ეგრე რო გინდოდეს რთული იქნებოდა იმიტომ რომ ანუ არტისტები არ დაგთანხმდებოდნენ ძირითადად არ დაგეთანხმებოდნენ რა იმ ხრივ რომ ანუ ფრისტაილიც როგორც აი ნებისმიერი რამ მოითხოვს ვარჯიშს და მგონია რომ არავინ ამ მაგაზე მაგ სკილს არ ანვითარებს თავის თავში იმიტომ რომ ნუ ნაკლებად გამოგადგება თუ რაღაცა ეგეთი რა ხო ეს ხარ თორე ხა აი ერთ-ერთი ბეთლი რაც ნახე საზღვარგარეთ იყო მგონი აირონ სოლომონის იყო ტიპმა ანუ იქ რო იყო სანამ დაიწყებოდა ბეთლი მანამდე ნახა რომ ლურჯი ბოტონი რა დასაცმელი ცეცვა რა და იმის იქიდან გამომდინარე ნახევარი რაუნდი ქონა მაღაზია აგებული რა ანუ რაღაცა სკიმი იყო რომ ანუ Air Jordan-ები ეცვა და რომ ანუ fake goat-ი ხარ და არ გაკუფლება ეს გეცვას და რაღაცეები რა მაგრამ ეგეც ფრისტაილია იმიტომ რომ 20 წუთით ადრე გააკეთა ტიპმა მაგრამ მაინც მომზადა არ ვიცი იმედია რომ მომავალში მე ვაპირებ და თუ გამოვა ეგ რომ სხვადასხვა ჰიპ-ჰოპ არტისტები მოვიდნენ და რაღაცა ფრისტაილი იყოს ხოლმე თუნდაც ეგეთი მომზადებული მე ძალიან გამიხარდება რა ხო მოდი ნელა გადავიდეთ გეგმებზე აი ისეთი ჰაიპი ქონდა ამ ბეთლს ხო და ვიღაცებს ეწერათ რომ ტიპებმა სეზონი გახსნეს და სეზონი დახურეს და ასე შემდეგ ხო და მანამდეც ანუ არის მაგალითები იანგი ერთ-ერთი მაგალითი რომელმაც წააგო და მისი რაუნდი ძალიან დავირუსდა სულ იმას ვამხომე რომ ვინ წარმოიდგენდა აქამდე რომ ვაკელი გოგოები ბეთლრები და რაღაცებს ამ ტერიტორიაზე ჩემი ნაშა ხარ სიტყვა და მაგას ვერავინ ვერ წარმოიდგენდა რა მეინსტრიმი გახდა რა მეინსტრიმი გახდა და პელემაც წააგო მაგრამ ხალხის პონჩი ისე იყო შენც ახლა შეიძლება წააგე მაგრამ თვითონ ბეთლს ძალიან დიდი ჰაიპი ქონდა და ხალხისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერა ეს რამდენად იმოქმედებს ახლა შენ მომავალზე პოზიტიურად ეგ არის ამბავი და თუ აპირებ ეს გამოიყენო ახლა იმოქმედებს აუცილებლად ანუ ჰაიპი საჭიროა რა ხო ეს ახლა აი მაგალითად რაღაც გეგმები მაქვს რასაც მე გავაკეთებ და ამ ბეთლის ასე ვთქვათ დახმარებით მეტი ყურადღება მიექცევა რა იმ რაღაცებს რასაც მე გავაკეთებ და ზოგადად ესე გეგმები არ მიყვარს ხოლმე რა კონკრეტულად თქმა და რაღაც იმიტომ რომ ჯობია გავაკეთო და მე რა ვთქვა რა ხო ეს ხარ შეიძლება არ გამოვიდეს ეგრე შენ ახლა რამდენი წელი ხარ ახლა 25 და ქართული არის რამდენი ენაზე შეგიძლია შენ რა ვთქვათ ბეთლი აწარმო ხო ანუ აი ბეთლი რო გააკეთო იმიტომ რომ როგორც ვიცი ანუ ინგლისური იცი ალბათ ბეთლს ვერ დავწერდი რაუნდებს ვერ დავწერდი იმენა აი ისეც როგორიც მე მომეწონებოდა ქართულად რა თუნდაც მე მომავალში რო რაღაცა სხვაგან წავიდე და ხო სხვაგან წავიდე და სხვა ენაზე ვაკეთო არა მაგრამ არა ნუ ესე რომ იმოგზაუროს პონჩი და ბეთლები რა თუნდაც ბეთლები არა ანუ ლაივებით Rolling Loud-ი ხო არის ანუ ქართული არტისტი რო გაიჩნდეს Rolling Loud-ზე რა მაგარი ამბავი იქნება აბარა ძალიან მაგარი იქნება აი შენ მაგალითად აჰა ბანი ინგლისურს რო ფლობდეთ და ცოტა ინგლისურადაც რო ფიქრობდეთ ან როგორ ფიქრობ ან დონეს ვერ გაუკაჩავთ იმათ როგორ ვერ გაუკაჩავთ უბრალოდ მე ვფიქრობ რომ საჭირო არაა რა ანუ მე მომწონს ქართულად რო ვაკეთებ მე მომწონს ან რაღაცები ვიჩალიჩო და თან იცი რატო ასწორებს მითხარი ერთი ქართველი რეპერი რომელიც გახდა მილიონერი რეპით
ვერა არ ითვლებოდა. არა, ხო, არა, მე არავინ არ მილიონერი კი არა, 100,000 გითხრა შეიძლება ეგეც. ხო, და აი, ბევრი რაღაცის მიღწევა შეიძლება რა, ანუ შეგიძლია გახდე პირველი ქართველი მილიონერი რეპერი რა, ტიპი რომელმაც რეპით იშოვა მილიონი. შეგიძლია გააკეთო ქართული ჰიპ-ჰოპის ისტორიაში საუკეთესო ალბომი რა, რასაც გეგმავდა დიდი იმედი მაქვს, რომ უფლისწყალობით გამოვა ყველაფერი რა. ძალიან კარგი. მოკლედ ძალიან კაი გეგმები გაქვს რა. მთავარი არის რომ თან კარგი თვისებაა ის რომ არ ამბობ წინასწარ ესე კონკრეტულად, იმიტომ რომ ეს ბევრჯერ დამხვედრია წინ რომ რაღაცას ესე ვიტყვი და მე უცებ მე გიტყდება რა და კარგია, ჯობია რომ რაღაცა ფასი რა. აჰა. თორე მე აგერ წამოვაყრანტალებ ხოლმე და მე სხვები გააკეთებენ და ნერვები მეშლება ხოლმე დედას ვიცავ. ჭკუა ვერ ვისწავლებ ვერაფრით რა. მოკლედ ძალიან მაგარი ბეთლი იყო პირველი ეს. მეორესო ძალიან კრეატიული იყო, ანუ რახან Sky-ც იყო, მასაც ვთხარი, შენც გეუბნები, რომ ძალიან კრეატიული ის იყო. მართლა შენ კი თქვი რომ Young-თან რომ რაღაცნაირად თითქოს თაობაში უკვე ცოტა Battle MC მოდის და იკლებს თითქოს ან რაღაცა, მაგრამ მე მაინც გონია რომ ანუ იმდენად მუსიკალური ერი ვართ, ჩვენ ქვეყანაში არსებობდა შაირი და რაღაცა პოეტური ტიპები ვართ და ასე შემდეგ. მე ვთვლი რომ ეს ჟანრი სულ უფრო განვითარდება. აი ცეკვების კონკრეტულად გულისხმობ თუ ჰიპ-ჰოპს. თვითონ ბეთლი ახლა უფრო ახალი ხილია და ამიტომ უფრო ჩქარა ვითარდება რა. მე შეიძლება ერთ სინქრონში გაიჩითნონ ზოგადად ის და ის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მე იმეც ვიტოვებ, რომ აი თუ ქვეყანაში იყო კარგი სიტუაცია და ნორმალური სიტუაცია, მე მგონია, რომ საუკეთესო წლები ბეთლერებსაც და თლიანად ქართულებს აქ წინ. იმიტომ რომ ძალიან მაგარი თაობა მოდის და თან ამ თაობაში ყველაზე მეტად რაც მომწონს არის ის, რომ ანუ ძალიან კარგი ლირიქსი აქვს თითქმის ყველა, ძალიან ბევრს რა. და ეგ ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ ეგეთი არტისტები, რომლებიც თან ვერ იქნები ეგეთი თუ რაღაცა შემეცნებაში არ ხარ, ანუ არ კითხულობ, რაღაცებს არ იცნობი, ანუ საინტერესო რაღაცები, რა თქმა უნდა. ეგ მე როცა ეგეთი ტიპები ხდებიან სხვა ახალგაზრდა ტიპების მოტივატორები რა, ეგ იმპონჩი ასწორებს, რომ მე მათაც უნდებათ იგივე თამასაზე ავიდნენ და კარგია ეგ ძალიან რა, ამიტომ ეგ უნდა გახსოვდეთ ყოველთვის, რომ ანუ სიამოვნებასთან ერთად, რასაც ხალხი იღებს, ასევე ძალიან კაი საქმესაც აკეთებთ მაგ პონჩში. შენ მითხარი off the records, რომ მახსენე ბეთლში. რომელ ბეთლში მახსენე? Sky-სთან. Sky-სთან? ხო, მესამე. მე რატო ვერ შევამჩნიეთო? კაშე სეტაპი მაქვს მან დაგებული. სამივე რაუნდი ვნახე და რანაირად ვერ შევამჩნიე. მესამეში იყო გაგრეს. და ჩემი თავი გამომრჩა მაგის დედაოტი რა, არ უსმენდი ესე კი სათანადო ყურადღებით, მაგრამ რა პონჩი მაქვს, მაიცე ერთი წამი და არა რა პონჩი მახსენე? ეგ ძალიან მაგარია. სეტაპი მქონა აწყობილი მომავლიდან ბაზრობდი რა. რო ვიყავი მომავალში, ანუ ბეთლების მერე ხო იჩითება ხოლმე პონტი, ანუ ბეთლერი მიდის მაგალითად რატის ბარში ხوازე ხარ და რაღაცა და ვიყავი მომავალში, რაღაცა მე და შენ ერთად ვართ რატის ბარში, რაღაცა მაღაზია ვაწყობ სეტაპს და მე ბეროშვილთან ცოტა ხანში ტირი ხარ, კივი ხარ, წმუტუნებ, კანკელებ, რაღაცა ეგეთი მქონა აწყობილი. რო ანუ მარცხის მერე რო იმანას თქვა რა ქვია, წავა და ილობე, იმან მოსკამ. ხო, და ივაჯის გავიხსენე, მე გითხარი უკვე შენ და. არა, როგორ მიხარია ხოლმე, იცი, ბეთლში რომ ახსენებე, მაგიტო ვიცახი, რომ ანუ აი პოზიტიურად თუ ნეგატიურად, თავარია ბეთლში მახსენონ ხოლმე და მე მაგრამ მიხარია. კი. შენ თქვი რომ რეალის ფანი ხარ. მე არ ვიცოდი. გეოსში ვარ. საპორტერშიც დაგამატეს NBA-ს. ხო, ნათიამ ჩამაგდო საპორტერში რა, ძალიან შეკრული კომიუნიტი არის, რაღაცა გაგისტორდებაო და თან ანუ იმ დღეს ჩამაგდო, როცა El Clasico იყო რა, ხოაზე ხარ და რეალმა ხო წააგო. და რეალს დააფარეს ყველაფერი მაგ ჯგუფში და გაგრას მაგ დღეს გავიჩნდა მაგ ჯგუფში მეთქი ვახე საადორინო დააფარეს ყველაფერი რეალს. აუ საპორტერსი მენა ფამილიარი ჩემი სულ იქ ვარ ყოველდღიურად რო ვიღვიძებ ახლა თან NBA-ს პლეი-ოფებია ეგრევე იქ შევდივარ ხოლმე. სპორტიდან ანუ ფეხბურთი გევასება მარტო? შენ თვითონ თუ გქონია სპორტთან შეხება ანუ? კალათბურთზე დავდიოდი სხვათა შორის შენ ხო გევასება კალათბურთი და მე გაგრას კალათბურთზე დავდიოდი ხო? და როგორ მორჩა ჩემი ანუ კაპიტანის ვიყავი საკაიფო თუ ბერავდი და რაღაც, მაგრამ ჯერ სკოლის პერიოდს ბაზრობ რა, ხო ეს. რამდენი წლის იყავი როდელიები? 16 ალბათ. პოზიცია? 16 შეტევაში ვთამაშობდი. ოკეი. ბოდიში რაღაცას ამბობდი და არ დაგასრულებინე. ხო, ანუ როგორ მორჩა ჩემი კარიერა თქო რა, ხო ეს ხარ ჩხუბში მოვიტეხეთ ითი და ზოგადად კალათბურთი. და იქ წნელი გეტყვი. და რაღაცაები ხო. ანუ იმდენად არ ვიყავი ჩახედული რა, აი ბავშვს რო შეიყვანენ სადღაც ეგეთი პონტი იყო რა. ხო, მაგრამ აი ტიპიური ამერიკაში გეტოში რო ტიპები არიან და ძალიან იჭიერი კალათბურთელები რო არიან და ყველა რო იცახის რო ესენი
კალდურს გაყვებიან, მე ქუჩაში მომხდარი ამის გამო რო კარიერას მე რეპერები რო ხდებიან, ეგ кейსი გაქვს შენ ახლა რეალურად. მე ერთი ორ მაგარი ბანძობაა რა ჩხუბში რო თიც მოიდეხავ და კალდურს აღარ თამაშობ. ბანძი ისტორიაა. კი, სიმაღლეში რამდენი ხარ? არ ვიცი. კაი, მუსიკის მიმდინარეობებზე ნახე, მე საერთოდ ესე ვფიქრობ ხოლმე, რომ იშვიათად შემოხვედრია MC, შეიძლება მე ვარ ეგრე ან ჩემი გამოცდილება ეგეთი, მაგრამ მე იშვიათად შემოხვედრია MC, რომელიც მხოლოდ ჰიპ-ჰოპს უსმენს. შეიძლება ეხა რეალურად ეს ჩემი გამოცდილებაა და ზოგადი ტენდენცია ეგ არ არის, მაგრამ შენ რა მუსიკა გევასება ჰიპ-ჰოპის გარდა და თუ უსმენ აქტიურად რაღაცებს და თუ აქ გავლენა იმ სხვა ჟანრს მე შენზე უკვე ჰიპ-ჰოპში. კი, რა თქმა უნდა. კლასიკას უსმენ, ზიმერი მევასება, ეინაუდი თუ იცი. ჰანს სიმერს ერიძე ხი? მეც მევასება უფრო ნოლანის საუნდტრეკებიდან, მაგრამ ხო, მას ეგრე რა უფრო. ეინაუდი მევასება და როკს უსმენ კიდე რა, ჰიპ-ჰოპის გარდა რასაც უსმენ. როკიდან ვიგევას? აი ბიტლზი ხო ძალიან ისა ბანალურია რა, ხო ეზე ხარ, მაგრამ ჩემთვის რაღაც აი სულიერად კარგ მდგომარეობაში ვიჩიტები რომ უსმენ რა, რაღაც ისეთი სიმღერები აქვს ხო ეზე ხარ, რომ აი შემიძლია ჩავრთო პროსტა და უსმენ რა და მისწორდება. ხო. და მე ჰიპ-ჰოპს რო აკეთებ, მაგაშიც აქვს ზეგავლენა რა მუსიკასაც უსმენ, ეგ ყველაფერი შენ ქვეცნობიერში ხო რჩება. და როცა ტრეკს აკეთებ, მე ამოდის რა საჭირო მომენტში, საჭირო რაღაც დეტალები. ერთი რამეა რა კიდე, იცი რაზე მინდა კითხვა, მე ძალიან ერთი პერიოდი, ეხა ბოლო დროს უფრო პასიურად, მაგრამ ადრე ძალიან აქტიურად უსმენდი Chicago Drills. და ერთხელ ტაჰარო იყო ჩემთან სტუმრად, მაშინ გამორჩეთ ეს თემა და ეგეთი რამე თქვა, რომ ბიჭო, მე უთხარი რომ ანუ დრილის ისინი გაქმეთქი რა. რომ ერთ-ერთი ბითი იყო დრილის სტილში რაც კეთდება რა და ეგ ხო ძალიან ტრენდული გახდა იმის მერე რა ქვია იმას, რომ დაბრიდეს მერე LA-ში. Pop Smoke. Pop Smoke, ხო, Pop Smoke-ის ეს ბითი მერე რაღაცა და ბეთლერებშიც ყოფილა და ასე შემდეგ და მან მითხრა რომ ანუ დრილი ეხა ხო იცი რაც არის რომ გადახვედი იქ და უბანში ვიღაცები ამოხოცე გადმოხვედი მოვიდნენ ისინი ამოხოცეს და სადაც ჰიპ-ჰოპია უმეტესწილად კრიმინალი არის რა თან ძალიან არის საქართველოს ალბათ ერთ-ერთი მარტო საქართველოს არა მაგრამ საქართველოს არის ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა სადაც ჰიპ-ჰოპერობა ავტომატურად კრიმინალს არ ნიშნავს რა და თქვათ იქ რაღაცა ძალიან დიდ შარში გახვეულები არ არიან როგორც არის მკვლელობები და რაღაც ხო ნუ ეგ შედარებით რა ნახე და კარგია ეგ რო არის ოღონდ ცალსახად სწორად მინდა ხალხმა გამიგოს შენი აზრით შესაძლებელია რომ საქართველოში როდეს მე ისეთი სიტუაცია ჩამოვარდეს როგორც სხვა ქვეყნებში ისე რო იყოს რომ აი კრიმინალის ხრევ და ერთმანეთს რო ადგენიან და იმედია არა რომ რეპერები რო ეგრე იცხოვრებენ და ერთმანეთთან ანუ მაგ ყველაფერმა ის გამოიწვია რომ ბევრი ძალიან ნიჭიერი არტისტი დავკარგეთ რა ჩვენ ანუ ჰიპ-ჰოპის მოყვარულებმა ხო და იგივე რო ხდებოდეს აქ არ გაასწორებდა რა ანუ შესაძლებელია თუ არა, ალბათ შესაძლებელია, მაგრამ იმედი არ მოხდება. აუ, იმიტომ რომ აი როგორი მძიმე კადრები შენ თქვი რომ XX ტენსიონი გევასებოდა რა, მაგრამ ის კადრებს რომ ნახულობ, რომ თავის მანქანაში როა და მანამდე რომ მოტოციკლეტების ბაიკერები, ნახე აქ? ურა ცუდად დასწრა. საყიდლებზე რო იყო და походу ის თემა იყო, რომ გააცრო ლაივში თუ სტორი დადო, რომ ის ლაივში იყო და თავის გულშემატკივარს ელაპარაკებოდა, რომ თუ მოვკვდიო, მინდაო რა, აი ვიცოდეო რომ რაღაცა ჩემი წვლილი შევიტანეო და რაღაც ბავშვებისთვის რაღაცა კაი გავაკეთეო და რაღაც ანუ ისეთი ტიპი იყო რა. სამაგალითო ტიპი იყო. მაგით უფრო მევასებოდა. კი და ბიჭო, აი რომ ვფიქრობ, რამდენი მე მახსოვს ჩემი პირველი შოკი, როდესაც YouTube-ზე ჩავწერე, რომ დაახლოებით 2017 იყო, 2018 იყო, 2017-2018 წელს დაღუპული რეპერების რაღაცა ლისტი რა და ამოვაგდო ტოპ 50. ოღონდ მე სტატისტიკა წავიკითხე და რაღაცა კატასტროფა იყო, მაგრამ რომ ნახე და რომ მე თქვი ამდენი უცნობი რეპერი, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ყველა რეპერი ყველა შტატში ხო არ ვიცით რა და ანუ იმდენი შემთხვევა იყო მაგისი რომ ანუ შოკი მქონდა და მაგის მერე ჩიკაგოში რაც ხდებოდა ერთი პერიოდი ერთი შაირაკს რო ეძახიან და ერაყს ანუ ერაყის პონჩი ეძახიან აირაკ ხო შაირაკ ეძახიან და ჩვეულებრივი მართლა პოლიგონი იყო რა ამის ანუ ეს 14-15-ის ტიპები ერთმანეთს დასდევდნენ ანუ სეტებზე გენგზე და ამიტომ ეს კარგია რომ ისე იშვიათი ქვეყანაში შევდივარ სადაც ეგ არ ხდება რა იმიტომ რომ ეგ რო ხდებოდეს მართლა ძალიან ანუ ისიცაა რომ იქ ისინი იმათ ხო ფინანსური ინტერესი აქვს რამდენ ფულს შეულობენ და კონკურენტები არიან და მენტალიტეტიც ისეთი აქვს რა გეტო აქვს იქ მაინც და ჩვენთან სხვანაირად ხდება რაღაცა მაქსიმუმ ვიღაცას დაადგეს და სიჩხუბონ და დაიშალონ ხო ან რაღაცას ან ვიღაცა ბოდიშს მოახდებინებს ვინმეს და აი თვითონ ჰიპ-ჰოპის ანუ შენ ახლა
ბეთლებზე რო გადიხარ, ამდენად ემოციური ადამიანი ხარ. რატო იცი რომ იმ ხელა კონფიდენსი ქონდა და ერთი კითხვა კიდე, ხო, არ უნდა გამომრჩეს ეს იმ კონფიდენსთან ერთად, შენ დიფენსზე მინდა გელაპარაკო დაცვაზე. პირველ რიგში ამაზე მოდი ეს თემა ამოწუროთ, ანუ ემოციური ტიპი ხარ თუ არა, იმიტომ რომ ნერვიულობ თუ არა ბეთლებამდე, იმიტომ რომ თვითონ ბეთლებს შორის ისე იყავი, რომ აი ანთეთ ტელეფონები მოვდივარ თუ რაღაცა და ანუ ემოციური ტიპი ალბათ ვარ კი. და ნერვიულობას რაც შეეხება, ანუ ოჭველი ნერვიულობა გარდაუვალი, ანუ ბეთლზე წრეში რო ვდგავარ, საერთოდ მიქრება ეგ რა, აი ვაფშე ბევრს ვთქვამს და მართლაც ეგრეა რა, ანუ რომც მინდოდა სხვანაირად ვთქვა, ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მართლა ეგრეა, რომ აი წრეში რო ჩადგები, სო ყველაფერი გიქრება, მარტო ერთი ინსტინქტი გაქვს, რომ აი ყველაფერი კარგად უნდა შეასრულო და უნდა მოიგო რა, ხო ზიხე. დალშე მეტი არაფერი. ანუ არც ის ფაქტორი, რომ ძალიან ბევრი ხალხია გარშემო და აი ეს უფრო სანერვიულოა ჩემთვის და უფრო რაღაც, ანუ ხო, მესმის. არაკომფორტულია ვიდრე ბეთლი, ან ლაივი, ან რაღაც მსგავსი რა, იქ უფრო როგორც თევზი წყალში ვარ. აუ ისე როგორი მაგიაა ეგ მართლა აი ადრეც მეც ახლა ჩემს სფეროში რო უთქვავთ ვიღაცებს რომ აი როგორც კი კამერა ჩაირთვება, რაღაცები ლაგდება. ან მაგალითად როგორც კი სცენაზე გახვალ, მე ყველაფერი ლაგდება. დაჟე აქციაზეც ასული ვარ და აქციაზე რო ავედი, იქაც ნერვიულობდი, მე თქვი ხმას ვერ ამოვიღე, მეთქი დავდექი და მე არ და აბა ჩვენ ქართველებო და რაღაცებში გადავედი რა და ეგ რა უცნაური მაგიაა თო. ანუ მე მგონია ცოტა ადრენალინის მომენტია. მგონია არა რაღაც ვიდეოებსაც უყურებდი რომ მაინტერესებდა რატომ ჭირს ესე ანუ პირველად რო აღარ გადიხარ და გაქვს გამოცდილება მაინც გაქვს და ანუ დავინტერესდი რატომ ჭირს ეგრე და ეგ არის ადრენალინი და ერთი მილიონერი ტიპია რა სახელი არ მახსოვს მაგრამ ყვება ხოლმე თავის გამოცდილებას რა მაგასაც ხო უწევდა იქ რაღაც პრესასთან გასვლა რაღაცეები და სულ ნერვიულობდიო და დაუძლიეო და მე როგორ მივხვდიო ანუ მეთოდი გამოიმუშავა რა ეგ ადრენალინი რო გირტყავს, ეგ ადრენალინი მოქმედებს სადღაც 15-20 წუთი. და რო ჩაგივლის ეგ ადრენალინი, მე ხარ მშვიდად. და ერთ-ერთ რაღაც დიდი ის იყო რა, შეკრება და რაღაც პრეზიდენტები თუ ვიღაცაებიც ესწრებოდნენ და რაღაც რა, ხوازე ხარ და ახალგაზრდა ბიჭი იუმორისტი იყო რა, მოვიდა ჩემთანა და მეკითხებაო, როგორ დაუძლიეო, აი ძალიან ნერვიულობო რა, უკვე მაგ ბიჭსაც იუმორისტ ბიჭსაც რაღაცა მიღწევები ქონდა უკვე ასე თუ ისე ცნობილი იყო და ანუ დასაკარგი ქონდა რა ცუდად რო გამოვიდეს და მე ვავიღე და უთხარიო რომ შენ ახლა გახვალო ჩაიჯვალო აი არ გამოგივა არაფერიო ვაფშეო რა ისეც ინერვიულებო რაღაც სისულელეებს ილაპარაკებო ხალხი შეგიზიზღებსო ხوازე ხარ და ანუ ესო გამოშტერდაო რა ხდებაო ხوازე ხარ გავიდა და იდეალურად შეასრულაო ყველაფერი იხუმრა ძალიან თავდაჯერებული იყო და თურმე რატო იმიტომ რომ ამან რომ მიაყარა ეს წნეხი და წნება უფრო რო გაუზარდა ამ ადრენალინმა სანამ გავიდოდა იქ მანამდე ამოასხა რა და ადრენალინი რო გაუქრა მე ვსო მშვიდად გავიდა უკვე და თავისი ამბები შეასრულა რა ასე ხარ ვიმე უნდა დავითრიო რა სანამ შევახო მე რაღაცა რომ მეთქი მიდი მომასხი მიდი და ეხა შევალ თავისი აი ბეთლზე შეიძლება ეგ თემაც არის რომ ანუ სანამ წრეში ჩადგები დიდი ხანი მოდის ეს იზრდება რომ აი ხვდები ახლოვდება ხალხი აი ეს და ნერვიულობის თავიც აღარ გაქვს მე ხო ნატო საქმე რა რობოტი კაი შენ დიფენსზე მინდა ითხრა აი მე რამდენად მაგრამ ამასაც იმიტომ აღნიშნავ რომ კარგად უფრო თქვა სათქმელი ბანის ძალიან გამოსწორებული აქვს ტახას ბეთლის მერე დიფენსი ანუ სხვა როდესაც რაუნდებს ამბობს შენ როგორ ხარ შენ ძალიან ხშირად იღიმოდი აი როცა ის სკაი როდესაც თავის რაუნდს აკეთებდა შენაც გაღიმებული დექი მე კიდე ისი არა რაღაც მომენტში სათვალე გაიკეთე და ესე აკეთებდი რა რაღაცები არ მოგეწონა ნუ რაღაც აი შენი მიდგომა თავდაცვასთან დაკავშირებით როგორი არის ანუ ტაქტიკურად დამნიშნულოვანია ფიქრობ მაგაზე ანუ მაგ ბეთლზე არ ვფიქრობდი რა ანუ ეს ღიმილი იყო ბუნებრივი იმიტომ რომ სკაისთან ზმაკაცობდა რაღაცას რომ მეუბნებოდა არ ვიღებდი რომ აი ანუ ნათენემი რა ანუ ტერი არა რაღაცას მეუბნება და თან ბავშვი იყო რა გავიცანი რომ ისინი უყურებდა მეღიმება რა რაღაცებს მეჩხუბება ჩემი პატარა ზმაკაცია ხო ხა ეგ რეაქცია იყო მაგრამ დიფენსი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია რა დიფენსი შენ შეგიძლია რაღაცა ისეთი ჟესტი გააკეთო ტიპმა რაღაცა სუპერ პანჩლაინი რო გაგიძროს გაუბათელო იმენა ანუ ეფექტი დაკარგოს რა იმიტომ რომ აი რაღაცა სიზარო ეს რა დებილია რა გააძრო ხო ასე ხარ დოსო ანუ ყოველ შემთხვევაში კამერაზე აკეთებ მაგას და მაყურებელი რო უყურებს შეიძლება შენ მოგაქციონ ყურადღება და იმას აღარ მიაქციონ აი ანგმა კი რო ყვავილებს იმეშვებოდა ეგეც ხო ერთგვარი ისა ყურადღება გადააქვს თავისკენ
ხო, აი ეხლაც Skype-ro დარეკა ტელეფონზე. რაღაც პერფორმანსები რო შემოდის ეგ სხვა ფრისტაილებშიც მინახავს, როდესაც ხო, მაგასაც კრეატივში თვლიან და თქვათ რაღაცანაირად ალამაზებს და სტენდაპურს ხდის უფრო რა. ყველაზე უფრო მეტად შენი აზრით Battle MC-ებში ვის აქვს ყველაზე კარგი იუმორი? იუმორი? შენი აზრით. ვა, აი რო მის რაუნდებს რო ისმენ ხოლმე ან მის თქვათ ტრეკებს რო ისმენ, რომ გეღიმება ან აი ჯიუნას აქვს ჩემი აზრით, მაგის ბეთლებს რო უყურებ ხშირად. აი ბეთლი მე ზოგადად არ მიყვარს რა, აი რაღაც ბევრი იუმორი და რაღაც, ანუ ის არ უნდა იყოს იუმორინა და არ უნდა გადაიქცეს რა. ანუ უნდა იყოს დოზირებულად იუმორი, უნდა დასცინო ტიპს, ირონიული უნდა იყოს და რაღაც ყველაფერი გასაგებია რა, მაგრამ უფრო მე სხვანაირად მევასება ბეთლი, უფრო სერი და რო აი დაშლი ტიპს ხვაზე ხარ, აი ესეთი ხარ ხვაზე ხარ და ფაქტები და ასე შემდეგ რა. და იუმორის მხრივ ჯიუნა და პელე ალბათ რა. ჯიუნა და პელე ბაზარი არის, ყველაზე სტენდაპური მათ აქვს რა. კაი, კიდე იცი ერთი შენ ისე კომერციას რო შევეხოთ რა, რო თქვი რომ შანსი არის თუ არა ორი საქართველოში ფული იშოვო ამით და ასე შემდეგ. აი შენ მაგალითად მესმის რომ ბეთლემსი ხარ, მაგრამ შენი დაკვირვებით რა ხან შიგნიდან ხარ და კულტურიდან ხარ. რა შეიძლება დღეს გაკეთდეს ისეთი რომ უფრო მოიხოდოს ეს თემა? ზოგადად ჰიპ-ჰოპ რო აი უფრო მეტი შემოსავალი გქონდეს შენს მაგალითად სხვა ჰიპ-ჰოპ არტისტებს და ასე შემდეგ. მე მგონია ნელ-ნელა მაგისკენ მივდივართ რა. და შეიძლება არ იყოს სასიამოვნო, მაგრამ ბიფები უწყობს ამას ხელს. იმ ხრივ რომ ბიფი ხო შოუა. თუ არ გადაიზრდება რაღაცა ზედმეტში და ბიფია, რომ აი რომელი რეპერი ვარ თუ უკეთესი, good და show და ეს show რა შობა ეს show mainstream-ს ხდის hip-hop-ს. ანუ ისედაც hip-hop-ი ვფიქრობ mainstream-ია საქართველოში ამ ეტაპზე. მაგრამ უფრო ისეთ მასშტაბებზე გადის, რომ აი სპონსორები და აი ვიღაცა აი ბიძიები ხოვაზე ხარ, შარვალ კოსტუმებში რო არიან და მილიონები რო აქვთ. რაღაცა საინტერესო ხდება, ამას ხალხი უყურებს. შეიძლება აქ მე ვიშოვო მეტი ფული და ჩადოს ფული, რომ მეტი იშოვოს და შესაბამისად არტისტებიც უფრო მეტს იშოვიან რა. ანუ show-ს ელემენტები არის უფრო საჭირო მეტი რო იყოს რა. კი, შოუს ელემენტები. კი, შოუს ელემენტები ძალიან დაეხმარება. საერთოდ მე ყოვას იმედი მაქვს მაგამ ბავში რა, იმიტომ რომ ადრე რო ეგეთი ტვინი აქვს რა, ძალიან პრაქტიკული ტვინი აქვს ყოვას და კარგი მენეჯერია, კარგად ეხერხება რაღაცების ორგანიზება და ყოველთვის ფიქრობდი რომ თავიდანვე რომ მეთქი აი ეს კარგად განავითარებს რაღაცებს მეთქი ხა საქართველოში ზოგადად ორგანიზებულობასთან საერთოდ პრობლემა გვაქვს რა, სერიოზული, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მე ვთვლი რომ ანუ დასაწყისიდან დღემდე ძალიან დიდი პროგრესი არის და ეხლა ძალიან გულშემატკივრობ ცეკვების ფრისტაილი რო იყოს კარგი, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე ვიდეოები რა, ხან TikTok-ზე ხან და აი მაგასაც ნელ-ნელა ამოღამებს ხალხი. ხო და აი მაგასაც დავეწევით და ჩვენთვის უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდება რა და გოგოებსაც ვიღაცებს თქვა უკვე სულ უფრო და უფრო მეც მაგრა კიდია და არ ერიდება საერთოდ, თვით უმეტეს hip-hop ცეკვაში ხარ არის მოსარიდებელი. ეგეს თუ ეგრე გაიქაჩება ძალიან მაგრა გაასწორებს. აი რაღაცა თქვი რა, რობერტსერიდება. და ან მაგას ვამბობდი რომ ქართულ ჰიპ-ჰოპში რა არ მომწონს, ანუ რა მესიჯებს ტოვებენ. ჩვენ რეალურად არტისტებს შეგვიძლია ვიყოთ მაგალითი რა, ხო ზეხარ ხაობებისთვის იმენა და როცა ეგეთი საშუალება გაქვს, რომ აი ვიღაცას ან ჩვენაირად თმებს იჭრიან და ჩვენაირად იცვამენ, და ეგეთი დეტალებშიც კი გუბაძავენ და წარმოიდგინე ცხოვრებისეულ აი ჩემი დამოკიდებულება შენს მიმართ მაგალითად ხო პატივისცემით ვარ. ამას რო ნახავს ვიღაცა მაგალითს აიღებს რომ უფროსი ადამიანი რო უზისწრება. ხო ხდები, ანუ ეს ერთ-ერთი დეტალია, მაგრამ ბევრი რაღაცაა, რაც შეგვიძლია ტრანსლირება გავუკეთოთ რა, მნიშვნელოვან რაღაცებს რა. ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ რომ გარკვეული წნეხიც არის ეგ რა, როდესაც შენ უკვე რაღაც შეიძლება ფასია იმისი რომ თქვა რაღაცა ცნობადი ტიპი იჩდები ან რაღაც შენ საქმეში წარმატებული ტიპი იჩდები. მე არის ეგ წნეხი რა, მე ერთხელ ტაქსში ვიჯექი და ტაქსისტმა მითხრა, არ ვიყავი ფხიზელი რა და ტაქსისტი მეუბნება რომ აიო ბიჭო არ გიტყდებაო მომენტო რომ ეხა შენო ევასებიო აი ტიპებს ვიცნობო რა, ბავშვებს მოწონხარ, იმათ მოწონხარ რაღაცა და ესე რო ხარ თუ რა. მე ვთხარი კი, მაგრამ ანუ მეორეს ხრივ ეხა ადამიანი ხარ რა, ანუ რაც ხარ ეგა ხარ ხომ, მაგრამ შენ შემთხვევაში როცა ეგ გააზრებაა რომ რეალურად დღეს ჰიპ-ჰოპ არტისტები განსაკუთრებით შენი თაობის იმ ხელა ინფლუენსი აქვს, რომ ეგეთი ინფლუენსი მე მგონი არაფერს არ აქვს. შეიძლება ბევრისთვის შობლს არ აქვს იმ ხელა ინფლუენსი, რამოდენიც თქვენ. აი ეგ რა, ცოტა წნეხი არის ეგ რაღაცებში გზღუდავს? პასუხისგებლობა არ მზღუდავს, იმიტომ რომ მე ვცდილობ ვიყავ მართლა ვინც ვარ. რაღაცაები რაც ჩემი აზრით ამორალურია,
ანუ ვცდილობ რომ ეგეთ რაღაცებისგან შორს დავიჭირო თავი, მე ისედაც ხო ეგრე ვარ, მაგრამ თუ სადღაც მომიწევენ მაგალითად რა და ვთვლი რომ მანდ რაღაცა შეიძლება ისეთ როგორ გითხრა რა, ანუ ისეთ თემაში გავიჩთო რომ ჩემი სურვილის არქონის მიუხედავად პიარი გავუწიო რაღაცა ისეც რაც არ მინდა რა, რომ აი ეს კარგია და არ არის კარგი და არ მინდა რომ ვიღაც ბავშვებმა ეს ნახონ, რომ აი კონტრაბანდი ხო მისული, ესე იგი მაგარია რა. კი, იცვლებიან, იცით რა არის, აი ბევრი რამე ეხა შენთან ცოტა სხვანაირად არის რაღაცა DNA მივიდგა ქეგ, მაგრამ სულ ფიქრობდი იმაზე, რომ ერთი ჩიკაგოში რეპერი იყო, FBG Duck რა და მე მოკვდა, ანუ მოკლეს რა, ის დროს King One-ის OP იყო რა და დაცხეს ერთმანეთს და აი მაშინ მახსოვს რომ ტიპი როგორ იცვლებოდა ნელ-ნელა, მაგრამ აი ქუჩა არ აძლევდა მაგის საშუალებას და უფლებას, რომ შეცვლილიყო რა, იმიტომ რომ მე სისუსტეში გადავიდოდა და მაშინ დავფიქრდი პირველად, როცა ანუ ტიპი განიცდიდა იმას, რომ ანუ მე სულ მკვლელობაზე, სულ ამაზე, სულ იმაზე ვბაზრობ და ამ დროს ვიღაცებს და პირიქით ინტერვიუები რო ქონდა ეუბნებოდა, რომ ანუ არ გინდათ ეგ, წადით ისწავლეთ, რაღაცები გააკეთეთ და ასე შემდეგ და კარგია ის ხო, რომ რაც უფრო მეტი თქვათ რეპერი ასაკის მიუხედავად მაგ პასუხისგებლობას გაიაზრებს, ანუ უფრო უკეთესი იქნება. თუმცა მეორე მხრივ ყველა, რა ვიცი, უნდა იყოს ისეთი როგორიც არის. სრულის მიხედვითაა, ხო, ანუ შენ თუ გინდა რომ ეგ პასუხისგებლობა აიკიდო, თუ არ გინდა არ აიკიდებ რა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმას მაინც უნდა შევეცადოთ, ჩემი აზრით, რომ ცუდი მაგალითი არ მიცეთ. კარგს თუ დავიკიდებ, ცუდი მაინც არ მიცეთ რა. კაი, მომავალზე შენ თქვი რომ არ გიყვარს საუბარი, მაგრამ ბოლო კითხვას მაინც დაგისვევ, შენთვის რა არის ამ ეტაპზე პროგრამა მაქსიმუმი? ანუ რა არის შენი გეგმა? ლიმიტი. Sky is the limit, მაგრამ მაინც ეგრე არ მაქვს რა რაღაცა რომ აი ეს არის final boss და ვსო ამაზე მორჩა, ანუ ეგრე არ მაქვს. ბევრი რაღაცაა რა, როგორც თქვი, ანუ ალბომი ამ ულევია რა, შეგიძლია იმდენი რაღაც გააკეთო, აი იდეა ხო უთვალავია რა, აი უთვალავი იდეა შეიძლება მოგივიდეს და ანუ ის არ მაქვს, რომ აი ალბათ აი ესე რომ თქვათ რა, ხო ეს ხარ მაქსიმალურმა ადამიანების რაოდენობამ თქვას, რომ აი ეს არის საქართველოში საუკეთესო ჰიპ-ჰოპ არტისტი. ან მიზანი მაქვს, რომ მივახციო მაგას რა. შენ ახლა ყავს სიყვარებული? არა, ახლა არ. არა. იმაზე გიფიქრია, როდესმე რომ ანუ შენ იმდენად ჩაძირული ხარ ჰიპ-ჰოპში, რომ შეიძლება პირად ცხოვრებაში ეს გიშლიდეს ხელს. არის ეგ თემა შენთან? ეხლა ამ წამს ანუ ეგ ჩემი გადაწყვეტილებით არის. ეს იმიტომ რომ ვცდილობ ენერგია ბოლომდე ჩავდო ამ საქმეში რა. ხო და ამიტომ ამ ცხოვრებზეც რომ გარკვეულწილად ეგეც ცხოვრებილი არის, რომ მიდიხარ, მე მინდა რომ წარმატებები გისურვო, ძალიან მიზანდასახული ადამიანი ხარ და მხოლოდ წარმატებებს გისურვებ. მადლობა რომ მოხვედი და მადლობა შენც. და თქვენ კიდევ ერთხელ გეტყვით რომ ლაიქი და subscribe-ი და აუცილებლად კომენტარებში დაწერეთ, ვინ გინდათ რომ მოვიდეს და მაქსიმალურად ვეცდები რომ გავითვალისწინო თქვენი თხოვნები. კაცნით გეხოვით.